ერთად თამაშობ. ანა ტატიშვილის მასტერკლასი ახალგაზრდა ჩოგბურთელებს. ყველაზე რეიტინგული ქართველი სპორტსმენი თბილისში იმყოფება და ქაიროში გასამართ ფედერაციის თასისთვის ემზადება. ლეილა მესხის კორტებზე დღეს ტატიშვილმა იმ ახალგაზრდა ქართულ ჩოგბურთელებთან ერთად ივარჯიშა, ვინც თბილისის 2015 წლის ოლიმპიურ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას. ანა ტატიშვილი ამ დროისთვის ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელია, ვისაც ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს. ერთწლიანი პაუზის შემდეგ ყველაზე რეიტინგული ქართველი ჩოგბურთელი კვლავ თბილისშია. ანა ტატიშვილი 17 აპრილიდან საქართველოს ნაკრებთან ერთად ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. ქაიროში გასამართ ფედერაციის თასზე ანა ტატიშვილთან ერთად სოფიკო შაფათავა და სოფიკო ქვაცაბაია იასპარეზებენ. სათვალ პრინციპში კარგად არ მზადდა, რაც შემიძლია იმას გავაკეთებ 100% და მარტო მე არ მთელი გუნდი რაც შეგვიძლია იმას გავაკეთებ. ქაიროში გამგზავრებამდე ქალთა მსოფლიოს რეიტინგის 95 ჩოგბურთელმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მასტერკლასი ჩაუტარა. გამოცდილი ჩოგბურთელისგან სასარგებლო რჩევები იმ ახალგაზრდებმა მიიღეს, ვინც თბილისის 2015 წლის ოლიმპიურ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას. მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა ანასთან ერთად ვარჯიშში და ძალიან მიხარია. ძალიან გამიხარდა, რომ ანასთან ერთად მომიწევს ვარჯიში. ჩვენ ანას მართლა იშვიათად ხედავთ საქართველოში, ძალიან კარგი დამთხოვაა. ეხლა ანა მიემგზავრება, ესე ვთქვათ, ფედერაციის თასზე და ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ანამს უკვე ასეულის მოთამაშეა, სერიოზული კანდიდატია ოლიმპიურ თამაშებზე. ანა ტატიშვილს სპორტული კარიერის განმავლობაში 6 ATP ტიტული აქვს მოპოვებული. 22 წლის ქართველმა სპორტსმენმა წელს ავსტრალიის დიდი სლემის ღია საჩოგბურთო ტურნირზე მიიღო მონაწილეობა და მსოფლიოს რეიტინგის პირველ ჩოგანთან კაროლინა ვოზნიაცკისთან შეჯიბრის მეორე ეტაპზე დამარცხდა. პერსპექტიული ქართველი სპორტსმენის მასტერკლასი ახალგაზრდა ჩოგბურთელების მომავალ წარმატებაში დადებით როლს შეასრულებს. რამე თუ დავინახარ მივრჩევ რჩევას და ამას აქში ყველაზე მთავარია უფრო ტექნიკაა. სანამ სხვა დონეზე გადავლენ და შეჯიბრებას დაიწყებენ. ანა არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც ასეულში შედის მსოფლიო რეიტინგში. მის საქართველოში ყოფნა უცბად უნდა გამოვიყენოთ, სწორედ ამგვარი მასტერკლასების ჩასატარებისთვის. ეს ბავშვები არის ის თაობა, რომელიც აუცილებლად მიიღეს თბილისი 2015 წლის ბავშვთა ოლიმპიურ ფესტივალზე მონაწილეობას. ანა ტატიშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად ქაიროს ფედერაციის თასზე 17 აპრილიდან იასპარეზებს. ახალგაზრდა ქართულ ჩოგბურთელს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის რეალური შანსიც გააჩნია. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მწვრთნელთა